სადაც ხინკალი შეიძლება იყოს, მწვადი შეიძლება იყოს, სამწუხაროდ აქ არავის არ ვიცნობთ, რომ მიგვითითოს, ამიტომ ცენტრისკენ მივალთ ქალაქის და იმას ვიზავთ, რა ქვია, შევეძებით იქ მოვძებნოთ რა, ისეთი რაღაცა, რომ თავზე თოვლი არ დაგვდიოდეს და შედარებით თბილოდეს. აი ეგეთი რაღაცა, აი ბოლნისის რაო საავადმყოფოს გაუვარეთ. ხო არ ვიკითხოთ ვინმესთან, ბატონოვანო, შენ რა სიტყვი? ბატონ დავით. ვიკითხოთ სადმე? ხო, დავუნტე. შაურმენიო? არა, მიდი, აბა ცოტა წინ მიდი. თვითონ ეხა აქ ის რაღაცა მგონია, რომ ჯერ რაღაცა შესასრულში ვართ რა. აი ქვემოთ უფრო ისინი ჩანს. ბოლნისში კიდე რა უნდა მეთქვა? გერმანელების დასახლება იყო, ძალიან ბევრი ცხოვრობდნენ. ეკატერინფილდი ერქვა. ძველი დასახლება ძალიან გერმანელები ჩამოასახლეს და მე 53 წელში ყველა გერმანელი, ვინც ქართველზე არ იყო დაქორწინებული, გადაასახლეს შუა იმაში, რა ქვია, ყაზახეთში და შუა აზიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს გადაწყვიტეს, რომ ისინიო მოღალატეები არიანო, ხალხი აქ იყვნენ დაბადებულები. მესაქონლეობას ეწეოდნენ, მებაღეობას ეწეოდნენ, მეღვინეობას ეწეოდნენ და ასე შემდეგ. რომ გადაასახლეს, მე ამ ადგილზე ქართველები დასახლდნენ და მოსახლეობაზე მინდა 1-2 სიტყვა. რისი მუზეუმია? ბოლნისის მუზეუმი? თუ ღია იქნება შევიდეთ. კიდე მინდა თქვა, რომ ბოლნისში 6140 კალი, ისა კაცია და 6490 ქალი, ანუ ქალები ჭარბობენ. ასე რომ, რა ვიცი, თუ ვიღაცას ამ პრინციპში ქალები ისეაც მეტნიერენ, მოკლედ მოსახლეობა ეგრეა გადანაწილებული 6140 კაცი და 6490 ქალი. ნუ აქედან ბავშვი რამდენია, არ ვიცი, აი პოლიციის შენობას გაუვარეთ და კიდე შეგვიძლია ბოლნისზე რაღაცები ვილაპარაკოთ, სანამ მივდივართ გზაში ვართ. შენ ხარ ბოლნისის მუზეუმში ნაყოფად? არა, ბოლნისის მუზეუმში არა. შევიდე დიდი შენობა. აი ნახე ბოლნისის ქალაქი დაერქვა მიდამოებში ძველთაგანვე არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების სახელწოდების მიხედვით. ბოლნისი წარმოდგება სიტყვა ბოვისაგან, სულხან-საბა ორბელის მიხედვით ბოვი არის ვერცხლის, სპილენძის, ოქროს მოსათხელი და გამოსადნობი ადგილიო. აი ეგეთი ინფორმაცია არის ბოლნისზე და მოკლე იმას ვიტყვი კიდე, რა ქვია, ინფორმაციას.